მოგესალმებით მეგობრებო. დღეს წარმოგიდგენთ ჩვენი ბორდოთეკის ახალ წევრს. ეს გახლავთ Castles of Burgundy. ეს არის საკმაოდ ძველი თამაში და საკმაოდ პოპულარული თამაში. მისი დიზაინერი გახლავთ სტეფან ფელდი და გამომცემლობა Alia Games-ი და მისი თამაში შეუულია 1-4 მოთამაშეს 12+1 ასაკი 70-დან 100 წუთამდე გრძელდება და სირთულე არის მოცემული 10-დან 6 არის თვითონ დიზაინერი ასე ფიქრობს რომ ამ თამაშის სირთულე რეალურად თამაში საკმაოდ მარტივად ასახსნელია წესები საკმაოდ მარტივია თუმცა რაც უფრო სიღრმეებში შედიხარ უფრო მეტი სტრატეგია შემოდის თამაში თავისთავად მაგრამ მარტო სტრატეგიაზე არ დამოკიდებული თამაში კამათლები გვაქვს როგორც ხედავთ თითოეული თქვენი მოქმედება იქნება კამათლების გასაწყვეტი ამიტომ თლად შიშველი სტრატეგია ამ თამაშში არ არსებობს თუმცა შეგვიძლია ასე ვთქვათ დავამოდიფიციროთ ჩვენი კამათელი გამოვიყენოთ სხვადასხვა მოქმედებები და ასე შემდეგ. შინაარსობრივად ჩვენ ვართ ბურგუნდიაში მე-15 საუკუნის ცენტრალურ საფრანგეთში ვართ დიუკი ანუ მთავარი მოკლედ და ჩვენი სამთავროს რაც შეიძლება გააბრწყინებაზე და გალამაზებაზე ვფიქრობთ და როგორც ხედავთ არსებობს სულ რამდენიმე სახის ტერიტორია, წყლები, ბუნებრივია, ნაცისფერი ტერიტორიები არის მაღაროებისთვის გაკუთვნილი მწვანე ტერიტორიები არის განკუთვნილი სხვადასხვა საქონლისთვის, მუქი მწვანე ტერიტორიები განკუთვნილი არის სასახლეებისთვის, ყვითელი ტერიტორიები მონასტრებისთვის, ხოლო ბეჟი ტერიტორიები განკუთვნილია ქალაქებისთვის. ჩვენ ახლა ვთამაშობთ პირველი ნომრის დეშბორდით, დეშბორდების ნომრები მოცემული არის აი აქ, თუმცა როგორც ვთქვით, ძალიან ბევრი სახეობა შეიძლება იყოს, აქ მაგალითად არის 10 ნომერი, აქ 4 ნომერი და ასე შემდეგ. თავარია მოთამაშეები შეთანხმდნენ რომელი ნომრით თამაშობენ, იმიტომ რომ წესები გვეუბნება რომ მოთამაშეები წესით უნდა თამაშობდნენ ერთ და იგივე ნომრით. თუმცა შეიძლება ექსპენსიებში აქ რაღაცები შეიცვალოს. თავარ ბორდზე მოცემულია 6 დეპო. როგორც ხედავთ, შესაბამისი კამათლის values ნომინაციით მოცემული არის ხიდი განსაზღვრავს რიგითობას, გამარჯვების ქულები სხვადასხვა პროდუქცია, რომლებიც შემოდის თამაში სხვადასხვა დროს და ასევე ცენტრალური შავი ბაზარი, ასე ვთქვათ, საიდანაც ასევე შეგიძლიათ ამატებით აიღოთ კიდე თაილები. ანუ ძირითადად რა ხვდებით, ვიღებთ თაილებს, ვათავსებთ ჩვენს სამთავროში და ამითი ვიწერთ ქულებს. ეგ არის მთავარი პრინციპი, მთავარი იდეა ეგ არის. შედგება 5 ფაზისგან, თითოეული ფაზა შედგება 5 რაუნდისგან. პირველი ფაზებს რო დააკვირდეთ, ფაზები მოცემული არის აი აქ. პირველი ფაზისთვის ჩვენ უკვე აღებული გვაქვს შესაბამისი რესურსები და პირველი რაუნდისთვის უკვე შეყვანილი ყავს შესაბამისი რესურსი. ეს ხდება შემდეგნაირად, პირველი მოთამაშე აგორებს ხოლმე თეთრ კამათებს ყოველ რაუნდში და შესაბამის დეპოში შეყავს რიგით შემდეგი რესურსი. ანუ შემდეგ რაუნდში მე რო გავაგორებ კამათებს, თუ გაგორდა ისევ ერთიანი, ავიღებ აი ამ ხუთიანს და შევიყვან ისევ აი ამ დეპოში, იმიტომ რომ ჩემი გაგორებული კამათელი მეუნება ციფ 1-ს და შესაბამისად ისე მოვიქცევი. ანუ მოკლედ ყოველ რაუნდში ამას ვაკეთებ. პირველად უნდა გავაკეთო, პირველი მოთამაშე უნდა გააგოროს თეთრი კამათელი და რომელ დეპოსაც აჩვენებს, იქ შევა შესაბამისი რესურსი. ანუ როგორც ვთქვი, მე-5 რაუნდი ამოიწურება, გადავალთ ახალ ფაზაზე, ავიღებთ ახალ რესურსებს, ჩავალაგებთ და ასე შემდეგ. შესაბამისად, როგორც კი მე-5 ფაზა დამთავრდება, დავუთვლით გამარჯვების ქულებს, ვისაც მეტი ქულა ექნება, გაიმარჯვებს ის. საკმაოდ მარტივად გასაგები არის მგონი. რა ხავთამაშობთ მოთამაშეში, რუკას აქვს ორი მხარე, უკანა მხარე გაკუთვნილია 4 მოთამაშისთვის, აქეთ მხარე გაკუთვნილია 2 და 3 მოთამაშისთვის. უბრალოდ ორი თამაშობთ, უბრალოდ 3-იან ტერიტორიებზე არ შევიყვანთ ახალ ჰექსებს. ყოველ ფაზის დაწყისში თუ რომელიმე ჰექსზე დარჩენილი არის შესაბამისი თაილები, ესენი გადავარდება, შემოვა ახლები და დავიწყებთ მოკლედ თამაშს. ყოველი რაუნდის დაწყისში ვაგორებთ კამათელს და ამ ორი კამათელს ხელმძღვანელობთ. ფლაზე აკეთებ იმდენ მოქმედებას, რამდენი კამათელის გაქვს, ანუ 2-ს. მაქსიმუმ 2 მოქმედება შეგიძლია გააკეთო. შეგიძლია ერთ-ერთი მოქმედება გააკეთო, შეგიძლია სხვადასხვა მოქმედებები გააკეთო. ძირითადად მოქმედებებს განსაზღვრავს შენი კამათლის მიერ მოცემული ციფრები. კამათელი შეგვიძლია დავამოდიფიციროთ აი ამ მოქალაქის ტოკენების გადაყრით. პირველ მოთამაშეს აქვს 1 ტოკენი და 1 ფული, მეორე მოთამაშეს 2 ტოკენი და 1 ფული და მესამე მოთამაშეს 3 ტოკენი და ასე შემდეგ. ანუ ამ ტოკენის გამოყენებით შემიძლია +1 ან -1 მოუმატო ან დავაკლო შესაბამისად ჩემს გაგორებულ კამათს. ახლა ამ შემთხვევაში მე მაქვს გაგორებული 2 4-იანი, ერთიანი გაგორდა, რახან პირველი მოთამაშეა წითელი და შესაბამისად პირველი რესურსი შევიდა აი ამ დეპოში. მოქმედებები არც ისე ბევრია. პირველი მოქმედება შემიძლია გამოვიყენო კამათელი
და კამათლისზე მოცემული ნიშნელი მეუბნება რომელი დეპოდან შემიძლია ავიღოთ თაილი. ანუ ავიღოთ თაილი პირველი მოქმედება, იმის მიხედვით რაც მეუბნება ჩემი კამათელი. გამოვიყენე 4-იანი, გამოყენებულ კამათებს ვდებ ჩემს დიუკის პორტრეტზე და მეოთხე დეპოდან ავიღე ერთ-ერთი თაილი, რომელიც მე მინდა. მინდა ეს. ავიღე აი ეს თაილი, რომელიც არის ბეჟი, ქალაქის თაილი და ჩავდევი ჩემი 3 ცარიელი სლოტიდან ერთ-ერთში. არასდროს არ შემიძლია რომ ავიღო ბორდიდან და პირდაპირ შევიყვანო ჩემს საგრაფოში. ყოველთვის უნდა ჩავდო ჯერ ამ 3 ცარიელიდან ერთ-ერთში და შემდეგ შემიძლია უკვე შევიყვანო ჩემს დაშბორდზე. თუ ცარიელი არ მაქვს, ერთი შემიძლია გადავაგდო, თუმცა თამაში გეუბნება რომ ეს სულელეა და არ გააკეთოთ არასდროს ყოველთვის ეცადე რომ ცარიელი კონდეს შემოყვანისთვის. ანუ პირდაპირ გვერდაზე ჩავდებ, ჯერ უნდა ავიღო ერთი მოქმედება რაც არის, ყოველთვის შეგიძლია დახარჯო ერთი კამათელი, აიღო რომელიც დეპოდანაც გინდა. ანუ შემიძლია მე მეორე მოქმედებადაც ეს გავაკეთო, დავხარჯო და კიდე ეს ავიღო და ამით დამთავრდება ჩემი სვლა ამ რაუნდში. ეგ იქნება სულ. შემიძლია ეს გავაკეთო. მეორე ვარიანტი რაც მე შემიძლია გავაკეთო, ისევ და ისევ დავხარჯო კამათელი და ავიღო ჩემი თაილი, რომელიც მე მაქვს აი აქ, ასე ვთქვათ, დარეზერვებული და კამათლის ციფრის მიხედვით ჩავდო უკვე ჩემს დაშბორდში თუ ემთხვევა ციფრი, ემთხვევა ფერი და აუცილებლად უკვე არსებული თაილის გვერდზე არის ადგილი. ანუ ეხლა ამ წუთში 4-იანი გამოვიყენე, 4-იანი არის არსებული თაილის გვერდზე, თუმცა არ ემთხვევა ფერი, იმიტომ რომ ეს არის ბეჟი, ეს არის ნაცისფერი. შესაბამისად ამას მე ვერ ჩავდებ, ამიტომ ამ მოქმედებას რეალურად ვერ გამოვიყენებ. მე როგორც ვთქვით, მეორე 4-იანით მე შემიძლია ისევ იგივე მოქმედება გავაკეთო, ავიღო 4-იანი დეპოდან ეს თაილი და ჩავიდო აქ, შემიძლია ეგეთ რაღაც გავაკეთო, მე თუ ავიღებდი აი ამ თაილს პირველი მოქმედებაზე, მეორე მოქმედებისთვის მე დავხარჯავდი ჩემ 4-იანს, თუმცა გამოვიყენებდი მოქალაქეს, ავწევდი ამ ნიშნულს 5-ზე და უკვე შემიძლია რომ აი ეს სივრცე ავითვისო, იმიტომ რომ 5-იანში ჩავსვი ჩემი გემი. რამდენად ჭკვიანური იქნებოდა ეს მოქმედება, იქიდან გამომდინარე რომ გემი ჩავსვი, ამას ცოტა მოგვიანებით გავიგე, თუმცა ეს მოქმედებაც ამგვარად შემიძლია გავაკეთო. ანუ პირველი ორი მოქმედება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მოქმედებები არის პირველი გამოიყენო კამათელი, შესაბამის ციფრი, შესაბამის დეპოდან აიღო თაილი და ჩადო შენს ცარიელ სივრცეში და მეორე კამათლის ციფრს უყურებთ, ჩვენი თაილის ფერს უყურებთ, სად გვაქვს ჩადებული თაილები და მის გვერდზე თუ არის ციფრიც და ფერიც შესაბამისი, მაშინ ვდებთ იქ შესაბამის თაილს. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ორი მოქმედება, რა თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ. მესამე მოქმედება შეიძლება იყოს უბრალოდ ორი მოქალაქის ტოკენის აღება და კიდე ერთი მოქმედება შეიძლება იყოს ჩემი რესურსების გაყიდვა. თამაშობს ავიწყებთ 3 რესურსი გვირიგდება რენდომზე და როგორც ხედავთ, თუ 3 სლოტი გვაქვს და ამ შემთხვევაში 3-ე სხვადასხვა გვაქვს. თუმცა რომ ამოსულიყო ასე და მქონდა ერთი და იგივე სახეობის რესურსი, მე ერთი და იგივე სახეობის რესურსებს ვადებ ერთმანეთის თავზე და ეს ერთმანეთის დადება შეიძლება იყოს ულიმიტო. ანუ, როდესაც მე ვიყენებ მოქმედებას, რომ გავყიდო ჩემს ხელთ არსებული რესურსები, მე ვიყენებ კამათელს და თუ შესაბამება, ამ შემთხვევაში 4-იანი ხომ მქონდა გაგორებული, შემიძლია მხოლოდ ეს რესურსი გავყიდო, მაგრამ რომ მქონდა 1-იანი გაგორებული, მე შემიძლია გამოვიყენო ეს 1-იანი და გავყიდო ყველა შესაბამისი რესურსი, მე ავიღებ ერთ ვერცხლს, რამდენიც უნდა გავყიდო, მაინც ერთ ვერცხლს ვიღებ, მაგრამ სამაგიეროდ თითოეული გაყიდული რესურსისთვის ავიღებ 2 ქულას. შესაბამისად, აი ამას ასე ჩავდებ და ბედნიერად ვიქნებოდი. თუ მოთამაშეების რაოდენობა იქნებოდა 3 მივიღებდი 3 ქულას, თუ მივიქნებოდა 4 მივიღებდი 4 ქულას. ანუ რაც უფრო მეტი მოთამაშეა, 11 ქულას დავაგროვებთ. ეგ არის ის მოქმედებები, რომლებიც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენს სვლაზე. ორი მოქმედება, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენს სვლაზე. თაილის აღება, თაილის ჩადგმა, ორი მოქალაქის თაილის აღება და რესურსების გაყიდვა. ამ ორი მოქმედების გარდა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გინდათ ამ ორი მოქმედების განხორციელებამდე, მოქმედებების შორის, მოქმედებების ბოლოს დახარჯოთ ეჯერადად 2 ვერცხლი და შუაში შავი ბაზრიდან აიღოთ ნებისმიერი ერთი თაილი და ჩადოთ თქვენს ცარიელ სივრცეში. ეს არის დამატებითი მოქმედება, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ რაუნდში ერთხელ. ეხლა რაც შეეხება თითოეული თაილის ეფექტს, გავიარავთ თითოეული მათგანი, ძირითადად ყველა თაილი გაძლევთ ეფექტს ყისიერად, როგორც კი თქვენ ჩადებთ ამ თაილს თქვენ დაშბორდზე.
და არა მაშინ, როდესაც თქვენ უბრალოდ შეინახეთ ის და დაარეზერვეთ ამ თქვენ ცარიელ სლოტებში. როდესაც ითამაშებთ თქვენ დაშბორდზე, მაშინ ამუშავდება ამ თაილების ძალა. ძირითადად ყველა ეგრევე მუშაობს ყვითელი თაილებისა და ნაცისფერი თაილების გარდა ზოგიერთი ყვითელი ეგრევე მუშაობს, მაგრამ არის ეგეთები, რომლებსაც თამაშის ბოლოს რაღაც დამატებითი ეფექტები მოაქვს. მაშასე, პირველი განვიხილოთ ზღვა, რომელიც გემი, რომელიც მე უკვე გავაკეთე. როდესაც გემს ვამს, ყისერად მოქმედებს ორი ეფექტი. პირველი ირჩევ ნებისმიერ დეპოს, ანუ აი ამ 6 დებოდან ერთ-ერთს და იქედან იღებ ყველა შესაძლო რესურსს. რამდენი აღებაც შეგიძლია. ამ შემთხვევაში ახან ერთი არის, მხოლოდ ერთი აღება შემიძლია, თუმცა რო ყოფილიყო მეტი იმ დეპოში, მეც ავიღებდი. ისევ და ისევ ლიმიტი მოქმედებს ჩემთან, ჩემი 3 სხვა რესურსის ლიმიტი, თუმცა სხვა მხრივ არანაირი შეზღუდვა არ მაქვს და ვალდებულება მაქვს, რომ ყველა წამოვიღო იმ დეპოდან. ოღონდ ეს არჩევითი არის, ან შეგვიძლია არ აიღო, მაგრამ თუ აირჩევ დეპოს, მაშინ ყველა უნდა წამოვიღო. მეორე ეფექტი რაც მუშაობს ყისერად, თქვენ რიგითობაზე მიიწევთ წინ. ამ შემთხვევაში ასე, რაც უფრო ახლოს ხართ თავარი ცენტრალური ბორდისკენ, მით უფრო ახლოს აბორთან, ისა წამყვანი მოთამაშე. მაგრამ არ გვაძლევს ყისიერ ეფექტს, მაგრამ ყოველი ფაზის ბოლოს რამდენი მაღაროც გვაქვს, იმდენ დამატებით ერთ ვერცხლს ავიღებთ. ანუ ესეც ძალიან კაი რამე არის. დავიმახსოვროთ უბრალოდ რომ რამდენი მაღაროც გვაქვს, ყოველი ფაზის და არა რაუნდის ბოლოს მივიღებ იმდენ ერთ ვერცხლს. სასახლეს როდესაც ჩავდგამთ, ეგრევე შეგვიძლია დამატებითი მოქმედება გავაკეთოთ კამათლის დახარჯვის გარეშე. ანუ ერთ დამატებითი მოქმედება გვაქვს და ჩავთვალე რომ ნებისმიერი კამათლის რეზულტატი გაქვს შესაბამისი ამოქმედებისთვის. გინდა აიღეთ თაილი, გინდა ჩადევი უკვე შენს პრობლემაში არსებული თაილი, გინდა გაყიდე, მოკლედ რაც გინდა გააკეთე. მწვანე თაილებზე მოცემული არის სხვა საქონელი. როდესაც ჩვენ ვიღებთ მწვანე თაილს და ვდებთ შესაბამის საძოვარზე, ვიღებთ იმდენ ქულას, რამდენი ცხოველიც არის მოცემული იმ ჩადებულ ახალ თაილზე და პლუს თუ იმ საძოვარზე კიდე არის მსგავსი ცხოველი, დამატებით იმდენ ქულას. ანუ ამ შემთხვევაში მე უბრალოდ დავწერდი 3 ქულას. მაგრამ თუ მე უკვე ამ მოცემულობას, რაც მე უკვე ყავს 2 ცხვარი, დავამატებდი თეორიულად კიდე 2 ცხვარს, მივიღებდი 2 ქულას პლუს 3 ქულას. მე თუ აქ ჩავდებდი 3 ძროხას, უბრალოდ დავწერდი 3 ქულას, იმიტომ რომ სხვა ძროხა აქ არ არის. მაგრამ შემდეგ ჩადებაზე მე დავწერდი 4 ქულას პლუს 3 ქულას. ანუ ცხოველები გვაძლევს ქულებს იმის მიხედვით, რამდენი ცხოველი ხათია ახალჩადებული თაილზე და პლუს თლიანად იმ საძოვარში არ აქვს მნიშვნელობა მის გვერდზე იქნება თუ არ იქნება, თუ მსგავს ცხოველებია, კიდე დამატებით იმდენ ქულას, რამდენიც ხათია იმ შესაბამის თაილებზე. და ბოლო თაილი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ჩავდოთ, ეს არის ბეჟი, ანუ ქალაქის თაილები. თითოეულ ქალაქს აქვს თავისი ყისიერი ეფექტი და მოდი მიყვეც რიგრიგობით. როდესაც მე ჩემს საგრაფოში ვდებ მარკეტს, აი ესე გამოიყურება მარკეტი, მე შემიძლია ყისიერად ავიღო ნებისმიერი დეპოდან ან ერთი გემი, ანუ ლურჯი თაილი, ან ერთი საქონელი, ანუ მწვანე თაილი. პრინციპში ამას მარტივად გვაცნობებს აი ეს ჩვენი დაშბორდიც, რომელიც ასე ვთქვათ, რეფერენსად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მარკეტს როცა აიჩადეფო, მწვანე ან ლურჯი აიღე და ჩააგდე შენს ცარიელ სლოტებში. იგივე ვარიანტი, როდესაც თქვენ იღებთ ეკლესიას, იღებთ ყვითელ, ანუ მონასტრის, ან სასახლის, ან მაინის თაილს და იდებ სლოტებში, ხოლო როდესაც თქვენ იღებთ კარპენტერის, ანუ დურგალის, ასე ვთქვათ, თაილს, თქვენ ეგრევე იღებთ ერთ ბეჟ თაილს. ანუ ამ თაილების აღება შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, დეპოებიდან, მაგრამ არა შუა შავი ბაზიდან, ასე ვთქვათ, თუ დეპოებზე არის მსგავსი თაილები, ნებისმიერ დეპოდან იღებთ და ილაგებთ თქვენს ცარიელ სივრცეში. როდესაც თქვენ იღებთ warehouse, ანუ საწყობს, ასე ვთქვათ, და დებთ თქვენს საგრაფოში, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ selection-ი, ანუ აიღოთ ნებისმიერი თქვენი რესურსი და გაყიდოთ ისე როგორც ჩვეულებრივ selection გაიკეთებიათ,
უბრალოდ კამათის გარეშე აკეთებთ ამ მოქმედებით, როდესაც თქვენ დგავთ watchtowers, ანუ სამეთვალყურეო კოშკს უბრალოდ მიიღებთ 4 ქულას, როდესაც თქვენ დგავთ boarding house, იღებთ 4 მოქალაქის ტოკენს და როდესაც თქვენ დგავთ ბანკს, იღებთ 2 ვერცხლის ფულს. რაც შეეხება town hall-ს, როდესაც თქვენ აიღებთ town hall-ს და ჩადებთ, თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი ერთი ჰექსი თქვენი არსებული რეზერვიდან და ჩადოთ შესაბამისად ნებისმიერ სლოტში, ანუ თითქოს კამათელი გაქვთ გამოყენებული. ანუ ესე იგი, პირველი 3 არის დეპოებიდან აღება და თქვენს რეზერვში ჩადება, town hall-ი არის თქვენი რეზერვიდან, თქვენს სამთავროში ჩადება, 2 ფულის აღება, 4 მოქალაქის ტოკენის აღება, 4 ფულის აღება და გაყიდვა თქვენი რესურსებისა. ეს არის ის მოქმედებები, რომელსაც გაძლევთ თქვენ ქალაქის შენობები. რაც შეეხება მონასტრის ბონუსებს, სხვადასხვა ბონუსები აქვს სხვადასხვა მონასტრის შესაბამის ფაილებს, სხვადასხვა რაღაცას გაძლევთ, ამიტომ მე ყველას არ გავყვები, ამისთვის არსებობს ძალიან კარგი rulebook-ი, რომლითაც ყველაფერს გაივლით, აბსოლუტურად ყველა არის ახსნილი ძალიან დეტალურად და თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ თქვენ ჩახედოთ ამას და თქვენ თუნდაც გაყვეთ და გამოიტანოთ დასკვნები. ეხლა რა მუღამი აქვს აი ამ სივრცეების შევსებას, როგორც კი რომელიღაც მოთამაშე შეავსებს ნებისმიერი ერთი ფერის სივრცეს, მაგალითად 3 ყვითელი, 4 ბეჟი, 1 მწვანე, ან აქ 5 მწვანე, ან 3 მუქი მწვანე, ასე შემდეგ. მოგეთ რომელიღაცა ერთი როგორც კი შეივსება, ეგრევე იღებს იმდენ ქულას, რამდენი ჰექსაგონით შეავსო, ანუ ამ შემთხვევაში თუ მან შეავსო, სიტყვაზე ვთქვათ, 5 ჰექსაგონი და ეს იქნებოდა აი ამ შემთხვევაში, აი ეს 5 რო შეავსო, ის მიიღებს 12 ქულას, ამის მიხედვით და მეორე მიიღებს იმდენ ქულას, მე რამდენი ფაზაშიც ვართ. ანუ თუ შეუძლებელია, მაგრამ დაუშვათ, სიტყვაზე ვთქვათ, პირველ ფაზაზე შეავსო, რაღაცა უნდა იყოს, თუ შეავსო პირველ ფაზაზე, მიიღებს 10 ქულას. მეორე ფაზაზე 8 ქულას, მესამე ფაზაზე 6 ქულას, 4 ქულას და 2 ქულას. თითოეული შევსებული ერთნაირი ფერის სივრცეებისთვის. ანუ რამდენ ჰექსაგონს ავსებს, სევით გვიწერია იმის მიხედვით ქულები და მე რომელ ფაზაში ავსებს, მაგის მიხედვით დამატებითი ქულები კიდე. პირველი მოთამაშე, რომელიც ამას გააკეთებს, აიღებს შესაბამისი ფერის achievements, ანუ მაგალითად თუ ეს მწვანე შეავსო, აიღებს ამას და მიიღებს შესაბამისად ორი მოთამაშის შემთხვევაში 5 ქულას, 3-თვის 6 ქულას და 4-თვის 7 ქულას და მეორე მოთამაშე ვინც შეძლებს ამას, უკვე აიღებს ამ achievements და 2-3 ან 4 ქულას მიიღებს შესაბამისი ჰექსაგონების შევსებისთვის. ანუ საკმაოდ ბევრ ქულას იღებთ, როგორც მივხვდით, ამ ჰექსაგონების შევსებით, ამიტომ ამაში ძალიან დიდი სტრატეგია დევს. აქედან ქულები და კიდე პლუს პირველი ვინც შეავსებს, აქედან დამატებით ქულები. შესაბამისად, აქ ცოტა რეის მექანიკაც ითვლება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რა ჰექსაგები შეყავს, რა თაილები შეყავს, როგორ ამენეჯმენტებს შენს თამაშს და ასე შემდეგ. ესე იგი, კიდე ერთხელ გავიაროთ, განსხვავება რაში არის. თუ მე შევავსე აი ეს სივრცე, მე მივიღებ 5 შესაბამის ქულას, შესაბამისად 15-ს, იმის მიხედვით რომელი ფაზაზე ვარ შესაბამის ქულას, მაგრამ იმისთვის რომ მე მივიღო achievement-ი, მე ყველა ჩემს dashboard-ზე ყველა მსგავსი ფერი უნდა დავფარო. ანუ ეს 5-ს უნდა დავფარო და ეს უნდა დავფარო, რომ აქ ეს მივიღო. ამ შემთხვევაში 3 მწვანე უნდა დავფარო, რომ შესაბამისად ეს გავააქტივო, ან 6-ვე ყვითელი უნდა დავფარო, რომ ეს გავააქტივო და ასე შემდეგ. ანუ ერთი განგრძობადი სივრცის დაფარვისთვის იღებთ იმ ბონუსებს, მაგრამ თუ ყველა ფერს დაფარავთ, მაშინ იღებთ achievements-აც. ეგ არის განსხვავება და ეგ არ დაგაუწყდეს. პრინციპში სულ ეს არის საბაზისო კასასო ბურგუნდი. წესები ასე ისე რთული გასაგებია. რეფერენსი საკმაოდ კარგად გვეხმარება იმის გაგებაში თუ რა მოქმედებებს გვაძლევს შესაბამისი თაილები. თავარია დაამოღამოთ თქვენი დეშბორდი, როგორ არის განთავსებული, რა არის გვერდზე დგას, კარგად გავთვალოთ თქვენი მოქმედებები და შესაბამისად ერთი ის გაითვალისწინოთ, რომ როდესაც თქვენ ჩადებთ ჰექსაგონზე თქვენს თაილს, იმის გადაადგილება აღარ შეგიძლიათ. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი წესი, რომელიც არც შემთხვევაში არ უნდა დაუთმოთ მოთამაშეებს, რომ უკან დავაბრუნებ და რედუს გავაკეთებ და ასე შემდეგ. არა, თუ ჩადე, მორჩა. მანამდე იფიქრე რამდენიც გინდა, მაგრამ როდესაც ჩადებ, ამით დამთავრდა შენი ანუ იმ თაილის გადაადგილება აქეთ იქით. ესო კასასო ბურგუნდი, როგორც ვთქვით, იმედია მოგეწონათ. გამოიწერეთ ჩვენი არხი
დაგვიტოვეთ კომენტარები და ითამაშეთ მეტი ბორდ გეიმები.